ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი გიორგი ჯუღელი თანამდებობიდან წავიდა. Როგორც მან სატელეფონო კომუნიკაციისას გვითხრა, აღნიშნული პოზიციის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო და მერის პირველი მოადგილის პოსტი 16 ივნისიდან ვაკანტური გახდა. გიორგი ჯუღელი ვიცე-მერის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. ზესტაფონის მერი გვეუბნება, რომ მის გადაწყვეტილებას პატივს ცემს და ადასტურებს, რომ გიორგი ჯუღელი თანამდებობიდან წასვლის მიუხედავად გუნდში რჩება. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, ჩვენ რჩებით ისევ მეგობრებად. მისი გადაწყვეტილება იყო ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ითხოვა ადამიანმა და მეც არ შემეძლო წინააღმდეგობა გამეწია. ჩვენ გაგვიჩნდა ეს მოსაზრება, რომ შეგვეგროვებია მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალგაზრდობა, რომლებიც თვითონ ხატავენ, ანუ ბუნებრივი რიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები, რომლებიც თვითნასწავლი მხატვრები არიან, თავის წარმოდგენით ხატავენ, თავისი ილუზიებით, თავის ფიქრებით და არც სკოლას მოუყარეთ მთელ მუნიციპალიტეტში თავიას და დღეს გავაკეთეთ ეს გამოფენა. მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდობას მოტივაციაც მიეცემა იმის, რომ კიდევ უკეთესად იშრომონ, კიდევ ბევრი დაახატონ, კიდევ უკეთესად წინ წავიდნენ და ვფიქრობ, რომ ძალიან სასიამოვნო ჩაიარა ამ დღეს. დღეს მოეწყო სხვადასხვა ბავშვების გამოფენა. ასევე წარმოდგენილია ჩემი რამოდენიმე ნახატი. ძალიან მომეწონა აქაური გარემოც, მინდა აღნიშნო. იმას გეტყვით, რომ ჩემთვის ეს არის რიგით მესამე გამოფენა და ძალიან მიხარია, რომ ამდენს მივაღწიე სხვების თანადგომით, რა თქმა უნდა. ჩემ თანატოლებს ვეტყვი, ასევე რომ წარმატებებს ვსურვებ პირველ რიგში. არ უნდა დაანებონ ამ საქმიანობას თავი, უნდა გააგრძელონ ხატვა, თანდათან განვითარდნენ და წარმატებებს ვსურვებ ყველას. პირველი გამოფენა არის განწყობა კარგი მაქვს, მიხარია, მოეწონათ თან ჩემი ნახატები. თვითნასწავლი ვარ, არსად არ მივლია ჩემი თვალქნასწავლი და მიხარია, რომ ჩემი დახატული ასე მოწონთ. და არქიტექტურას ვაპირებ, რომ გავყე და ამაში ხატვის ნიჭი ძალიან დამეხმარება. კარგი გამოფენა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ამ ბავშვებს ასლებია წარმოდგენილი ზოგი ინტერნეტით რაღაც სასარგებლოები, ყველანაირ შემთხვევაში მაინც არის თავისი ხედვა. ამიტომ ძალიან ბევრს აქვს ესეთი შინაგანი ხედვა და სწორი მიმართულებით წასვლა საჭირო. გამოჩეულია რამოდენიმე ნამუშევარი და საინტერესოა იმიტომ, რომ ყველა ნამუშევარს მიუხედავად ამისა, რომ პლაკატური ასლია პირდაპირ, მაინც აქვს თავისი ხედვები. ახალგაზრდები, რომლებიცაც არ უვლიათ პედაგოგი არ ყოლიათ და თავისი ნიჭიერებით რისი შესაძლებლობა ჰქონდათ აქ გამოფენილი და ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით ამას და შეიძლება ხვალ სურვილი გაუჩნდეს, რომ პედაგოგთანაც ჩაერთოს და კიდევ უფრო დახვეწოს თავისი შემოქმედება და ეზიაროს დიდ ხელოვნებას. აქ გამოჩნდა ახალგაზრდა, რომელსაც არქიტექტურა აინტერესებს და შესთავაზეს კიდეც, რომ გაერთიანდეს ჩვენ სამხატვრო სკოლაში, სადაც ექნება საშუალება, რომ ხაზვის წრეშიდაც მიიღოს მონაწილეობა და ექნება საშუალება იმის, რომ უფრო მეტი განათლება მიიღოს ამ მიმართულებით და იქნებ მართლა პროფესიის შერჩევის პროცესში გამოადგეს ეს. დღეს მოიხსენება ჩვენი ყოფებით ბიბლიოთეკაში, სადაც გაიმართა თვითნასწავლი ახალგაზრდების გამოფენა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ნამუშევარები აქვთ ბავშვებს და უსურვებ მათ წარმატებას ცხოვრების გზაზე. 2025 წელს რუმინეთში ქალაქ კლუჟში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი პლავჭიდში, სადაც ასპარეზობდა საქართველოს ნაკრები. ვიასპარეზე მეც 3 კატეგორიაში წლოვანებების მიხედვით და ჩამოვიტანეს 3 ვერცხლის მედალი. დავეუფლე 3 გზის ვიცე-ჩემპიონობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ჩემპიონატი, რაც შეიძლება მოიძებნოს პლავჭიდის წრეში. და საქართველოს ნაკრებმა იქ საკმაოდ კარგად იასპარეზა. მოვიპოვეთ ყველა კატეგორიაში გუნდური პირველობა და დავბრუნდით ჯამში 6-10-ით საქართველოში. რაც საუკეთესო შედეგია, რაც კი ნებისმიერ ქვეყანას უდესმე უჩვენებია პლავჭიდის ისტორიაში.
ემოციებით ახსოვსე იყო ეს შეჯიბრი ჩემთვის, რადგანაც ორივე კატეგორიაში პირველი იყო ჩემთვის. ახალ კატეგორიებში მომიწია წელს ორივე კატეგორია იყო ჩემთვის პირველი, ამიტომაც ცოტა გაურკვევლობით მივიდიოდი სულ, ამიტომ არ ვიცოდით რა დაგხვდებოდა, არ ვიცოდით როგორი სპორტსმენები დაგხვდებოდნენ, როგორი სტაჟი და როგორი გამოცდილები და პირველი წლისთვის როგორც სპორტული თვალსაზრისით რომ შევხედოთ ეს მედლები და ეს შედეგები, ნამდვილად არ არის ცუდი და შეგვიძლია კარგ შედეგადაც ჩავთვალოთ, მაგრამ ჩემთვის ნებისმიერ სპორტსმენისთვის, რომელსაც განვითარება სურს, არასდროს არ იქნება ერთი ან რამდენიმე медали, თუნდაც ვერცხლი ან ბრინჯაო, თუნდაც ოქრო საკმარისი, რადგანაც თუ სპორტსმენი ერთხელ მაინც დაკმაყოფილდა თავის ამ შედეგით, შემდეგ უფრო მისი განვითარება შენელდება და შენელდება და ასე ვარ მეც არ ვაპირებ გაჩერებას, უფრო მეტ ვარჯიშს ვაპირებ, უფრო მეტ განვითარებას ვაპირებ, რომ უკვე მომავალ სოფლიო ჩემპიონატზე და მომავალ ევროპის ჩემპიონატზე უფრო მეტი და უფრო კარგი შედეგები დავბრუნდე საქართველოში. ჩემს ცხოვრებაში კლავჭიდი შემოვიდა წელიწად ნახევრის უკან. როდესაც თბილისში ჩავაბარე და დავიწყე ერთ-ერთ დარბაზში ვარჯიში, დავინტერესდი, დადიოდნენ კლავჭიდის ნაკრების წევრები, სოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები, რომელიც შემხედვარე მეც დავინტერესდი ამ სპორტით, ძალიან ჩამithრია, მომწამლა ამ სპორტმა და საბოლოო ჯამში უკვე გავხდი კლავჭიდის დიდი ფანი და გულშემატკივარი. აქედან დაიწყო ჩემი ვარჯიში, აქედან დაიწყო ჩემი განვითარება იმ დარბაზში, სადაც დღემდე ვარჯიშობ და დღემდე ვითარდებით, როგორც მე, ისევე სხვა ევროპისა და სოფლიო ჩემპიონები. კლავჭიდი არის ძალიან განსხვავებული და ძალიან ლამაზი სპორტი ჩემთვის. შეიძლება ეს ერთი შეხედვით ასე არ ჩანდეს სხვებისთვის, მაგრამ როდესაც ამ სპორტში უფრო და უფრო ჩაერთვები და ნაბიჯებს გადადგავ წინ-წინ, უფრო და უფრო ჩაგიწევს და გაიგებ როგორი ლამაზი და რთული სპორტია, არაფერს არ ჩამორჩება სხვა სპორტებს. გვიწევს ყოველდღიური ვარჯიშები, როგორც ფსიქოლოგიაზე, ისევე მენტალური ვარჯიშები, ასევე დარბაზში ვატარებ ძალიან დიდ დროს. ეს ვარჯიშები შეიძლება გაგრძელდეს 5 ან 6 საათი. რაც ნამდვილად დამღლელია და როგორც ყველა სპორტი კლავჭიდიც მოითხოვს იმას, რომ ბოლომდე იყოს სპორტში ჩართული, არ დაიხივარც ერთ ნაბიჯით უკან და ყოველ დღე წინ-წინ გადადგა ნაბიჯები, რადგანაც განვითარდე და მოიპოვა ის მიიხვიდე იმ მიზნებამდე, რომელიც საბოლოოდ ჩათქმული გვაქვს. გახდი ჩემპიონი. ახლა ვარ 18 წლის, როგორც ახსენე ცხოვრობ ამჯერად თბილისში, სადაც ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე. ვარ მეორე კურსის სტუდენტი და ვცდილობ, რომ არცეც ხარეს, არც სპორტს და არც სწავლას არ მოვაკლო ყურადღება და ორივე მხრივ განვითარდეს. გამოვითარო ჩემი პერსონა. საუნელი იქნება ის, რომ ადამიანმა უნდა გაიგოს ის თუ რა უნდა ცხოვრებაში, უნდა სპორტით, უნდა ჩემპიონობა და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. მან უნდა დაისახოს მიზნები და არა ოცნებები, უნდა დაისახოს მას მიზნები, უნდა დაისახოს მან მიზნები და არა ოცნებები და უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ თავის მიზანს მიაღწიოს. უნდა ისწროს, თუ საჭირო იქნება, უნდა ისწავლოს, თუ სწავლა იქნება საჭირო.